შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ განცხადებას აკეთებს ეთნიკური ჩეჩენის სახან მუზაევიც. საქართველოს მოქალაქის მტკიცებით ძალოვანი უწყება მას ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევს. მუზაევი ამბობს, რომ 2013 წლის ბოლოს საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა ლაფანყურის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნების გია ლორთქიფანიძისა და სერგო ამირიძის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემა მოსთხოვეს. როგორც ეთნიკური ჩეჩენი ყვება ბოლო თვეებში სწავლის გასაგრძელებლად დიდ ბრიტანეთში გამგზავრება მან 12 ჯერსა და თუმცა მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. საქართველოში არც პროკურატურა, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც ჩიკაიძე არ მუშაობს. მე კიდევ ერთხელ მიმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა პირადად ჩაერთოს ჩემს საქმეში, იმისთვის რომ ყველაფერი დაალაგდეს. ჩემი განცხადება არც კი განვიხილავთ. თუ კი იმ უწყებაში არიან ასეთი გავლენიანი პირები, ვინც ამ საქმეს ხელს უშლის, ესე იგი საჭირო რომ ვაღიაროთ, რომ ჩვენ არადემოკრატიულ საქართველოში, არამედ ჩრდილოეთ კორეაში ვცხოვრობთ, ან რუსეთში. რუსეთიდან წამოვედი, რადგან იქ არ მინდოდა ცხოვრება, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს თითქოს რუსებმა აქ ჩავამაკითხეს. სასამართლოში მე მომცეს ვინმე ბესარიონ სიმონიშვილის ნომერი, რომელიც არ აღიარებს, რომ იგი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელია, მაგრამ ამასთან როგორც ცნობილი ხდება, ზუსტად ეს ადამიანი არ მიშვებს მე საზღვარგარეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლოს აკლია გამბედაობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სხვადასხვა მიზეზის გამო პროცესზე გამოცხადებაზე უარს ამბობდნენ. 4 აგვისტოს არის მომდევნო პროცესი ჩანიშნული, თუმცა მოსამართლემ აქაც წინასწარ თითქოს დაიზღვია თავი და გააფრთხილა მხარეები, რომ აი რადგან 4 აგვისტოა, რადგან მეორე ტური ალბათ ახალი დამთავრებული იქნება და შესაძლებლობისას სასამართლოში შეიძლება იყოს ბევრი საარჩინო დავა, შეიძლება კვლავ ვერ მოესწროს 4 აგვისტოს ამ საქმის განხილვა.